გამარჯობათ მეგობრებო. ჩვენ აქამდე ვგსოვდით დღემდე 4 ნომერი ჭხირებით, 3.5 ნომერი ჭხირებით და ახლა გადავდივართ ჩვენ მოვგსოვოთ 2 ნომერი ჭხირებით, 1.5 ნომერი ჭხირებით. და რატო? ალბათ 2 წელს წინ ჩაწერილი მაქვს მე ვიდეო, როგორ დავიწყოთ სულ თავიდან გსოვა, როგორ ვისწავლოთ გსოვა, როგორ უფრო ადვილია, რა ძაფებით მოვგსოვოთ, რა ჭხირებით მოვგსოვოთ. ამიტომ ვგსოვდით დღემდე, აი ძალიან როგორ თქვა, განსხვავებულები რომ უნდა შევადაროთ დღეს, ასე ვთქვათ. ადვილი არის დამწყებთათვის, მე ყოველთვის წერ ვიდეოებს დამწყებთათვის, ვინც არ იცის, ვისაც უნდა ისწავლოს, ადვილი არის გსოვა დავიწყოთ 4 ნომერი ჭხირებით, 3.5 ნომერი ჭხირებით და ასე შემდეგ. რადგან ჭხირის დაკავებაც ადვილია, ხელი უნდა შევაჩვიოთ, ძაფებიც უნდა შევარჩიოთ, არც ძალიან თეთრი, არც შავი, საშუალო ფერები, რომ თვლებიც კარგად ამოვიყვანოთ, გავერკვეთ და ადვილად დავიკავოთ ჭხირებიც. აი ამიტომ და არის კიდევ ზოგს ისეთი ნაკსოვი უნდა და ზოგს ისეთი ერთი სიტყვით. ახლა ჩვენ გადავიდეთ და მოვგსოვოთ 2, 2.5, 1.5, აი ასეთი. ახლა ნახეთ როგორი განსხვავებულია ეს და ეს. არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ ეს არის 3.5, ეს არის 1.5. არის კიდევ აი 2 ნომერი ჭხირები. შემდეგ როცა ისწავლით უკვე წინდის ქსოვას თუ ჯემპრის ქსოვას თუ საერთოდ თვლების ამოყვანას, ხელს მიაჩვევთ ჭხირებს, კარგად გსოვთ უკვე, თავისუფლად, აღარ წვალობთ, აღარ გტკივათ თითები და ძალიან აი ლაითად რო ვთქვათ, მსუბუქად, ქართულად მიაჩვიეთ უკვე ხელი ქსოვას, თვლების ამოყვანას, წინდის დაწყებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგ გადადით და ვისაც სურვილი ექნება და ენდომება რომ მოგსოვოს, აი ასეთი წმინდა ნაკსოვით წინდები. ჯემპრებიც უნდა მოგსოვოთ შემდეგ ასეთი წმინდა ძაფით და ის 2 ძუა რო აქვს, ის 2 ჭხირი, ისინიც არის წმინდა. ანუ უფრო დაბალი ნომერი, ასე ვთქვათ. აი ახლა ეს არის აი ამ 1.5 ჭხირებით მოგსოვილი და აი ნახეთ როგორი წმინდა. აი ამას ერქვა ახლა ჭრილი ნაკსოვი ვთქვათ, თხელი ნაკსოვი, როგორც გინდათ შეადარეთ და ქართულად ამას დედა ეძახდა წმინდა ნაკსოვს, მტკიცე ნაკსოვს, რო არ იყო აი თვლები დიდი და გაფლახული და რაღაცნაირი მოჯაჯული და რაღაც ასეთი, ხო? აი ასეთი ჭიდრო, არც ძალიან ჭიდრო და არ გსოვოთ, ყოველთვის ვამბობ, გამოგივათ უხეში და ცივი ძალიან და როგორც ხე ისეთი მაგარი იქნება და არც ჩასაცმელად ევარგება, არც სითბოსთვი, არც სილამაზისთვის. აი ასე ნახეთ ახლა, აი არც ეს ჭხირი არ არის ისე რომ ვერ გაწიო, გამოწიო და არც ისეთი რომ ვარდებოდეს, არც ერთი ჭხირი ამ თვლებიდან არ ჩამოვარდება. აი ასე უნდა გსოვო, რომ ამ თვლებმა დაიჭიროს ეს ჭხირი, მაგრამ არა ისე რომ ვერ ატრიალებდე. აი ჩვეულებრივად შეგიძლია ნორმალურად, საშუალოდ ჭხირი მოძრაობს ხო თვლებში. ერთი სიტყვით და აი როგორი სუფთა ნაკსოვია და არის წვრილი ძაფი. ეს ძაფი არის 3 ნომერი ჭხირებით საქსოვი
და მევგზავ 1.5 ნომერი ჭხირებით, აი აქ რომ წინ და უფრო მტკიცე გამომივიდეს. აი დაწყებაც ასეთია, აქაც შემდეგ ასეთია, ციხლის ცოტა მუქია და როგორ ჩანს, უფრო ღია ფერზე დავიწყოთ ჩვენ და ახლა უკვე გადავიდეთ მართლა ძალიან ლამაზ წინდებზე რომ მოვგზავნოთ. ერთი სიტყვით ახლა ჩვენ ვიწყებთ წინდების გზოვას 2 ნომერი ჭხირებით. კიდევ და მერე შემდეგ შეგიძლიათ უფრო აი ასე 1.5-ზეც მოგგზავნოთ უკვე თანდათან გადაიტანეთ წვრილ ჭხირებზე და დაიწყეთ გზოვა და რა მინდა კიდე გითხრათ. ახლა ნახე. ეს დასაწყისი ყოველთვის განსხვავდება სხვილი ძაფით აღებული თვლები წვრილი ძაფით აღებული თვლების რაოდენობისგან. ახლა ნახე. აი ეს წინდა 8 თვალზეა დაწყებული. დაწყება ვიცით ხო, ავიღე 8 თვალი და 4 გავაკეთე ხო, იქით 8 აქეთ, 8 აქეთ, მაგრამ ჭხირზე ვითვლით ჩვენ, ჭხირზე 4 თვალი. მთლიანობაში 8 თვალით დავიწყე ეს წინდა. და არის სადღაც 32-33 ზომა, 32 უფრო სწორად ეს. იგივეა ახლა ეს, ნახე. ესაც 32 ზომა წინდა, აი, მოგსოვილია უკვე მეორე და ერთი და იგივე ზომა წინდებია ესენი. მაგრამ ახლა ნახე სხვაობა. მე აქ მაქვს ჭხირზე 6 თვალი, ანუ თავიდან მე 2 ჭხირზე ხო 3 ჭხირზე ბოდიში ხო ვიღებთ ჩვენ თვლებს სულ თავიდან. ავიღე 12 თვალი. როცა აქ ავიღე 8 თვალი. ერთი და იგივე ზომია წინდის მოგგზოვისას. ეს არის ძაფი, რომელიც იქსოვება 5 ნომერი ჭხირებით. ეს არის ძაფი, რომელიც იქსოვება 3 ნომერი ჭხირებით. ასე აწერია და მე შენ როგორ მოგგზავ, შენი გადასაწყვეტია. ვაგრძელებთ. ავიღე 3 ჭხირი და 12 თვალი აქ. გამომივიდა ჭხირზე 6 თვალი, ხო ასეა? აი აქ დასაწყისი ასეთი აქვს. ახლა ნახე შენ. ეს 32 წინდა ამ ძაფით, რომელიც იქსოვება 5 ნომერი ჭხირებით, 8 რო ავიღე და 4 თვალით დავიწყე. მთლიანობაში არის ალბათ 8 თვალი ჭხირზე. 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 8 9 თვალია ჭხირზე. თითო ჭხირზე მაქვს 9 თვალი. აქედან ასე მოვგზოვე ეს წინდა მთლიანობაში. ახლა ეს ნახე, ეს წინდა მე აი ეს რო დავიწყე და მოვგზოვე 12 თვალი მაქვს თითო ჭხირზე. ესე იგი ჭხირზე 3 თვალით მეტია, ერთი და იგივე ზომებია. 3 თვალით მეტია, რადგან ეს ძალიან წვრილი ძაფია იმ ძაფთან შედარებით. და ერთი და იგივე რომ მოგგზოვო ზომაში, ხო? ეს მეტი თვლები გჭირდება. ერთი სიტყვით. დავიწყოთ ახლა ჩვენ წმინდა ძაფით. ავიღოთ თვლები და გამოგვივა აი ასეთი წინდის მსგავსი, ოღონდ სხვა ფერში რომ უფრო კარგად გამოჩნდეს, რა ვიცი, მე მგონი ეს უფრო გამოჩნდება ვიდრე თეთრი და ის მუქი შვინდისფერი. ძალიან ბევრი ვიდეო გვაქვს ჩაწერილი 2, 4, 6, 8, 10, 12 თვალი. ძალიან ბევრი ვიდეო გვაქვს ჩაწერილი როგორ დავიწყოთ წინდის წვერი. 3 ჭხირი ავიღე და ავიღე 12 თვალი. ერთ ჭხირს გამოვაცლი,
და ეს მესამე იმიტომ იყო, რომ ძალიან მჭიდრო არ მომივიდეს ეს თვლები. შემდეგ არ იყოს რთული ამოსაყვანი. გავწიე, გამოვწიე და ერთი ჩხირიდან ვიწყებ ახლა ქსოვას, ხო? ეს უკვე ყველამ ვიცით, მე მგონი, რახან აქამდე მოვედით, ესე იგი ყველამ ვიცით, მაგრამ აჰა. ერთ გვერდზე, ერთ ჩხირზე მოვგსოვეთ 12 თვალი და გადავანაწილეთ 6-6. შემოვტრიალდით მეორე ჩხირიც გვაქვს, სადაც მთლიანად 12 თვალია და აქედანაც ვიწყებთ ქსოვას. თვლები, როცა ასეთი წვრილი ძაფით გსოვ, უნდა გსოვო ერთნაირი თვლები. უნდა გამოგივიდეს ლამაზი ნაქსოვი. რატოა ამდენი ხანი ვგსოვთ სხვილი ჩხირებით და ვგსოვთ უფრო სქელ წინდებს, ხო? ასე გამოდის. ახლა 4 და 3.5 ნომერი ჩხირებით, ასეთ წვრილ ძაფს რომ მოგსოვ, არ გამოვა ხო ლამაზი. ამიტომ გსოვდით სხვილი ძაფით, რომელიც იქსოვებოდა 4 ნომერი ჩხირებით, 5 ნომერი ჩხირებით. ახლა ნახე, ხო გავანაწილე მე 6 თვალი, 4 ჩხირი მაქვს და ერთ რიგს შემოვგსოვ ჩვეულებრივად. გსოვეთ არა ძალიან მჭიდრო და მოჭერილი და მოკაჩული თვლები, მაგრამ მჭიდროდ.
წვრილი ძაფზე ყველაფერი კარგად ჩანს, უნდა გსოვო ძალიან ლამაზად, ამიტომ ჯერ ხელი მიაჩვიე სხვილ ჭხირებზე გსოვა სხვილი ძაფით, რომ შემდეგ გაგიადვილდეს და უკვე ადვილად და ლამაზად მოგსოვო წვრილი ჭხირებით. უფრო მოსახერხებელია სწავლისთვის 3.5-4 ნომერი ჭხირებით გსოვა. ადვილად ისწავლ და არ შეგაშინებს. იცის შემდეგ თითების ტკივილი, იმიტომ რომ დაძაბული ხარ, ეკაჩები იქ ჭხირს, იქ ძაფს, იქ თვალს და ყველაფერი გაწვალებს, მერე აკტკივდება თითები და ხელები. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, კარგია გსოვა, დაიწყეთ სხვილი ჭხირებით 3.5-4 ნომერი. ძაფიც, რა თქმა უნდა, შესაბამისი, ღია ფერის ძაფები, არა თეთრი, არა შავი, მაგრამ უფრო ისეთი ფერებით, რომ თვლებსაც კარგ არჩევდე ის დაღლილი და დაძაბული. არ გაშინებთ, უსაშველო არაფერია, ვინც რაც ყველა მისწავლა, მე ვაკეთებ, სხვა აკეთებს, იმას ყველა ისწავლის. შემოვგსოვე ერთი რიგი ყველაფრის გარეშე ჩვეულებრივ. აი ახლა გვაქვს 6 თვალი ყველა ჭხირზე და აი ამ ძაფით გამოგვივა ამ ჭხირებით მოგსოვილი ეს 32-33 ზომა წინდა. კი, შეიძლება უფრო დიდი წინდაც მოგსოვო, დიდი ზომის. მეტი თვლები უნდა დაუმატო, ხო, ზევით და ზევით რო წახვალ. 12 თვალი და 13 თვალი არ გეყოფა. 13 თვალი იქნება სადღაცა 35 ზომა წინდაზე, 14 ალბათ, 35, 36, 16 თვალი, 15 ალბათ, აქ ჭირდება 27, 38, წარმოიდგინეთ 12 თვალს ვგსოვთ იმ სხვილი ჭხირებით, სხვილი ძაფით 38 ზომა წინდას. რამხელა სხვაობაა, წვრილი ძაფია და მეტი თვლები გჭირდება. ამას რა დაიმართა აქ. ნაპირებში უმატებ თავში და ბოლოში. კუთხეები, ასე ვთქვათ. არა შუაში. აი, ჭხირი არ უნდა ვარდებოდეს თვლებისგან, მაგრამ არც ასე უნდა ეკაჩებოდე, რომ ვერ გაწიო თვლებიდან ჭხირი. თავის ზომაზე უნდა დატოვო, ნაკსოვი. მიაჩვევ ამას ხელს და შემდეგ გადმოდი ამ ჭხირებით და ამ ძაფით გსოვო. რატო არავინ მითხრა, რომ აქ უნდა მემატებინა. როგორც გსოვდით სხვილი ჭხირებით და აი არც აქ მემატებია სხვილი ძაფით, ისევე მოგსოვთ.
ერთ რიგს ვუმატებთ, შემდეგ რიგს ნამატია მოყვავს და არ ვუმატებთ. აი ასე ძალიან სუფთა ნაქსოვი უნდა გამოგივიდეს. და თვლებიც. ყველა ძაფი, როცა იწყებთ ქსოვას, ჭრელი წინდებით. არ აქვს მნიშვნელობა რას ქსოვთ და რა დიზაინს ქსოვთ. ყველა ძაფი უნდა იყოს ერთი და იგივე ზომა, ასე ვთქვათ, რაც აწერია ძაფებს ზომები, ერთი და იგივე. როცა ერთად ქსოვთ სხვადასხვა ფერით, ჭრელ წინდებს. არ უნდა იყოს ზოგი წვრილი, ზოგი სქელი. დაიკარგება ერთმანეთში ძაფები, ან სხვილი ძაფი გადაფარავს იმ წვრილს და არაფერი არ გამოჩნდება, როცა გინდა რაღაცა ფორმები გამოიყვანო. აი ნახეთ ახლა როგორ მიყვება ეს აქედან. აი რა ლამაზი გამოვიდა ახლა ეს. ახლა შეგიძლია უმატო და რა ზომასაც გინდა იმ ზომას მოგსოვ. აი ასეა მოქსოვილი ახლა ესაც. და ესაც არის ძაფები, რომელიც იქსოვება 3 ნომერით ჭხირებით. შიგიდან ჩვეულებრივად როგორც უქსოვთ, ისე სუფთად მოგსოვთ, ამ ძაფებს შემდეგ ჩაამაგრებთ, გაალამაზებთ, მოაშორებთ ყველაფერს და ასეთი სუფთა ნაქსოვი დატოვეთ. უფრო ლამაზი, უფრო თხელი და უფრო სხვანაირი წინ დაიქსოვება წვრილი ძაფებით, ასე რომ ვთქვათ, აი ამებსაც სულ ჩაამაგრებთ და გაასუფთავებთ და ნაქსოვი სულ აი ასეთი დატოვეთ. სუფთა ნაქსოვი შიგნიდან. აი ესაც ისეთი თხელი ძაფითა მოქსოვილი და ესაც და გამოდის უფრო როგორ თქვა, ასეთი სქელი არ გამოდის. გააჩინე, ამას თავისი ადგილი აქვს. ხო, სად უნდა ჩაიცვა და რატო გჭირდება და რატო ქსოვ. ამას თავისი ადგილი აქვს.
ძალიან სილამაზისთვის თუ გინდა აი ასეთი თხელი ძაფებით მოგსოვე, ასეთი წვრილი ჩხირებით მოგსოვე. აი ახლა ეს დაწყებულია უკვე შემდეგი, ამის მეორე და მოიქსოვება აი მთლიანობაში. ახლა დააკვირდით. ეს სულ არის მოცემული ხევსურული სქემები. აი ახლა ჩვენ ტერფის ქვედა მხრიდან რო ვქსოვდით და შევცვალეთ, აქეთ ხო არის ახლა სქემა, ხო? აქეთ არ არის სქემა. ტერფის ქვედა მხარეს შეგვიძლია ავიღოთ ორი სქემა და მალე მოვხსოვოთ. ეს ვთქვით უკვე წინა ვიდეოებში. ახლა აქაც შეცვლი სულ ერთნაირ მიმართულებას არ მისცემ, რომ აქაც ხო რამდენიმე სქემა არის, ხო, აქედან და აქაც იგივეა. ახლა სულ რო ერთი მიმართულება მისცე, განა რა უჭირს, მაგრამ იფიქრე, რომ აქაც ლამაზი გინდა, რომ გამოვიდეს ძალიან. ახლა ნახე, ეს ასე მიდის და ასე, ხო, აქედან ვგზავთ. ეს უფრო პატარა იყო და ასეა დატოვებული. ეს შემდეგ აქედან მიდის და შემდეგ იქეთ და ფიქრობ, რომ ყველგან რაღაცა სილამაზე გამოიყვანო, ხო? აი მერე ჩაქსოვილებია უკვე შუა და შუა, ჩვენ ეს ვისწავლეთ უკვე ჩარჩოსავით, რომ ჩავსვათ აქ შუა და შუა. აი აქ აღარ არის და ნახე რაც უდათ არის, დაიკარგა რაღაცა. ეს ერთმანეთში გაიბლანდა ეს სქემა და დაიკარგა, დამავიწყდა. აქ შემდეგ აი ცალ-ცალკე ყოფს ყველა სქემას, ეს სქემა ამ დიდ სქემებს ერთმანეთისგან ათავისუფლებს და აცალკევებს, შემდეგ ეს პატარა ხაზები კიდე სქემებს თავიანთ იმაში სვავს, ჩარჩოებში და გამოდის აი ასეთი, აი ასე შეგიძლიათ აწყოთ, დაალაგოთ და არა მარტო ხევსურული, ნებისმიერი სხვადასხვა ჭრელი წინდები. და გადადით ახლა და კიდევ ვიმეორებ, დაიწყეთ ქსოვა, 1 ნახევარი, 2, 2 ნახევარი, 2 ნახევარი კიდევაც უფრო სქელია. 2 ნომერი ჩხირებით. ვინც კარგად ისწავლეთ, უკვე ქსოვა. ვისაც ეს ვიდეო შეგხვდებათ ახლა და იწყებთ ქსოვას. არ მოგსოვოთ ამ ჩხირებით, მოგსოვეთ საწავიდა. ასეთი ჩხირებით. აი ეს არის 3 ნახევარი, 4, აი ესენი არის 3 ნახევარი ახლა. ეს არის 4 ნომერი ჩხირები. ქსოვეთ ასეთი სქელი ჩხირებით. ამასთან შედარებით სქელი ჩხირებით. რომ ხელი მიაჩვიოთ ლამაზ და კარგ ქსოვას. შემდეგ გადადით აი ასეთ წვრილ ჩხირებზე, რომ არ გაგიჭირდეთ ქსოვაზე ხელის შეჩვევა, ჩხირებზე ხელის შეჩვევა, ამიტომ სქელი ჩხირებით დაიწყეთ ქსოვა და არა ამეებით. ვინც იცის უკვე, გადადით ასეთ წვრილ ჩხირებზე, 2, 1 ნახევარი, 2 ყველაზე კარგი და საშუალოა, ძაფსაც გააჩნია, რა ნომერი ძაფით უნდა მოგსოვო. ახლა ეს ძაფები არის, აი აქ რაცაა მოქსოვილი ესენი, 3 ნომერი ჩხირებით მოსაგსოვ. თუ უფრო წვრილი ძაფი გექნება, მოგსოვ 1 ნახევარი ნომერი ჩხირებით, ხო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.